რატომ დარჩი შენ თეატრის გარეშე, სცენის გარეშე? იყო რაღაც მომენტები, რითიც მივხვდი, რომ გაშვებას მიპირებდნენ. გამოვიხედეთ, კულტურის მინისტრი ყავდა, დილით ყავდა, დღისით აღარ ყავს. აი ამ 2 წლის მანძილზე იმდენი წარმოუდგენელი რამე ნახე საერთოდ, მათ შორის ახლობლებისგანაც. თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც უყვარდა სოლფეჯიო? მე ვიყავი 26-ის, თემური იყო 27-ის. ვიღაცებმა მითხრეს, რომ თემურს მოეწონა, თემურ უბლავას მოეწონა ძალიან. ვინ არ ვითქო, ვიკითხე, არ ვიცოდი. თავის ყვავილების გამოგზავნით რაღაც ციგიჟეღოთ, ენრაოდო ყვავილი თაიგული არა, აი რაღაც. ბევრი რამე მაქვს გასახსენებელი, ჩემი წილი თემურისი. გიჭირს ამ თემაზე საუბარი. მე ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა, რაცა ნიკო გარდაიცვალა იგივე დიაგნოზით. და ძალიან მალე მოხდა ეს იმდენად მალე, რომ ვერ ვხარშავ კიდე რა. ნიკო რო გარდაიცვალა, თემურმა უთხრა თქვენ არ გეგონათო, რომ უმამოდ დარჩით, მე ვარო აქ. ყველას თავის წილი თემური ყავდა რა, ეგ არის ძალიან სასაცილო. მე ვიცნობდი სრულიად სხვანაირ თემურს. 92 წლის იანვარში ბავშვი რო შეგეძინება და იმას ზუძუს არ აჭმე, ფაქტიურად წირა მოსაკლავად. ბოსტანი მაქვს. ვენახი მაქვს, ვინოს წურავ, კონსერვებს ვაკეთებ, საწებელად ყემალი, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ რა. ბავშვობაში ნაწნავით დავდიოდი. ეხლა ძმას რო ვიცნი, მე ჩემ თავს სანამ სარკეში ჩავიხედავ, ხედავ იმ პატარა ეკას. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ. ეს არის მისმინე, გადაცემა ვიკასთან. სანამ წარვადგენ ჩვენ სტუმარს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად უნდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ, დაგვაფოლოვოთ, იაქტიუროთ, მოგწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ ალგორითმი მუშაობს ასე. რაც უფრო აქტიურობთ თქვენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი არხის შესახებ გაიგოს უფრო მეტმა ადამიანმა. ჩვენ გვიპოვით Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზეც და YouTube-ზე ხო ვართ და ახლა მინდა წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, არაჩვეულებრივი ეკა ნიჟარაძე, მსახიობი. მადლობა ეკა ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა რომ აქ ხარ და პასუხობ ამ გადაცემის კითხვებს. პირველ რიგში კითხავ, როგორ ხარ? თქვა? ყოველთვის, როდესაც ამ კითხვას უსვამ ხოლმე ადამიანებს, აი ესეთი არაერთგვაროვანი პასუხები ხო, ცოტა რთული. თვითონ ეს შეკითხვაც რაღაცნაირი ბოლო 2 წლის განმავლობაში რაღაც უცნაურად ჟღერს ხოლმე, მაგრამ კარგად ვართ. აუცილებლად უნდა ვიყოთ კარგად. აუცილებლად. კარგად ვარ და კარგად ვიქნებით. კი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკუთარი თავი შენ ასე წარადგინე ეკა, რომ ხარ მსახიობი, დედა, ბებია და საქართველოს აქტიური მოქალაქე. ყოველთვის ხედავთ ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან, არ ვიცი, საპროტესტო აქციებზე თუ ისედაც თუ კი რაიმე უკანონობასთან და უსინდისობასთან არის ბრძოლა საჭირო, შენ ყოველთვის ამ ბრძოლის ავანგარდში ხარ. ამ 4-დან რომელია დღეს მაინც შენი მთავარი იდენტობა? აი შენ თავად როგორ წარადგენდი? თუ დაამატებდი ამას რაიმე ჩამონათვალს, რომელიც მე ახლა გამომრჩა? არა, არაფერი არ გამოგრჩა. დავამატებ მხოლოდ იმას, დავადასტურებ უბრალოდ აი ბოლო პუნქტი რაც იყო, დღევანდელ დღესაც ესეა. ყველაზე აქტიური არის ბოლო პუნქტი. ხო, არა. დანარჩენმა ცოტა გაიჩოჩა ახლა. ხო, აი ესეთი არის ეს ცხოვრება. სხვათა შორის ეს კიდევ მეტად ცხადყოფს, რომ ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს პირად ცხოვრებაზე აისახება. რა თქმა უნდა, ვერ ვაკეთებ ვერაფერს. ანუ ვაკეთებ იმას, მხოლოდ რაც აუცილებლად ჩემი გასაკეთებელია და სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ისიც ვაძალებ საკუთარ თავს, რომ ეს უნდა გავაკეთო. ნუ დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუცილებლად, იმიტომ რომ არაფრის ხალისი არ მაქვს, რაღა დაგიმალო. მე ერთი ხალისიანი და არ ვიცი, უდარდელი თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ოპტიმიზმით ახსავსე ადამიანი ვარ ცოტა მოჯაყული, პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ მოვერევი საკუთარ თავსაც და ყველაფერი დროებითია. რა თქმა უნდა, ყველაფერი დროებითია და ჩვენი გადასალახია და ჩვენი გასაკეთებელია.
ჩვენი გადასატანია. ჩემის, ჩემ თავზე ვიტყვი ახლა ალბათ უფრო თეატრის გარეშე დარჩენაც, ეკა მე მინდა ამაზეც ვისაუბრა 31 წლიანი მუშაობის შემდეგ შენ დარჩი მარჯანიშვილის თეატრის მიღმა და მახსოვს პირველივე წამს დაგირეკე, როცა გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ და მაშინ რაღაცნაირად ამბობდი, რომ დაწერე სტატუსი. და თქვი რომ ამაზე მეც არ იტყოდი, მაგრამ შეიძლება ეხლა დადგა რაღაცა მომენტი და დრო და მეც ვისარგებლებ ამით, რომ გვითხრა რატომ დარჩი შენ თეატრის გარეშე, სცენის გარეშე? იცი რომ არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ არავინ არ განმიმარტა, ვისაც ეს ევალებოდა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, არავინ არ განმიმარტა არც მე და არც ჩემ კოლეგებს თუ რატომ მოხდა ეს. უბრალოდ ბოლო ხელშეკრულება, რომელიც დაგვიდეს, იყო სამთვიანი და მზად ვიყავი ამისთვის, რომ მივხვდი, რომ საით მიდიოდა, მანამდეც მივხვდი, იმიტომ იქ რაღაც იყო რაღაც მომენტები, რითიც მივხვდი, რომ გაშვებას მიპირებდნენ. განწყობები ეკა? არა, განწყობები არა, უბრალოდ ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ესე ხვალ დაგირეკესო, რომ ხვალ უნდა მოვაწეროთო კონტრაქტებს ხელიდან. და მეთქი არ დაურეკია ჩემთან არავის. ეს ჩემ მეგობარის დაიბნა. მეორე დღეს დამირეკა, რომ დაგირეკესო, მეთქი არა. მესამე დღეს და ბოლო-ბოლო თვითონ ჩემმა მეგობარმა გადავრეკა თეატრში, რომ რა ხდება, რატო არ ვრეკავთ ეკას და თქვენს რომ ჩემთვის იყო განკუთვნილი რაღაცა, ხუჩაბათი პირობითად. და გასაგები იყო უკვე იქ, თუ რატომ იყო განკუთვნილი ხუჩაბათი. ხო, რეალურად ყველაფერი ვიცით, ხო, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, გაბრაზებს? არა. არა, არ მაბრაზებს. ეს პოსტიც რატო დავწერე, იცი? მე დიდათ არ გამოვირჩევი, მით უმეტეს ახლა საკუთარ თავს, ჩემ თავს როცა ეხება, არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ დავწერე იმისათვის, რომ ისტორიას დარჩეს, ესეც ხო რაღაც ერთი წვეთია აი ამ მთელი დიდი ჯოჯოხეთურის სურათიდან, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და მდერამე ხდება, რომ ახლა ჩემი პოსტი არა ცოტა მერიდებოდა კიდევაც, მაგრამ დავწერე ძალიან მოკლედ და სხვანაირად ამ საკითხს. შენ ხარ მსახიობი, ყავს შენი მაყურებელი, რომელსაც უყვარხარ, მოწონხარ, გელოდება, ანუ შენი პროფესიული არც ერთი ნიშანი იმისა არ არსებობს, რომ პროფესიულად შეიძლებოდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ეს ხო ყველამ ვიცით ეკა. და თან ამ გადაწყვეტილებაში ეს გადაწყვეტილება მიიღეს კონკრეტულმა ადამიანებმა. შეიძლება შენთვის ძალიან ახლობელმა ადამიანებმა. ელოდებოდი ამას? არის ეს განცდა ზურგში ხანჯრის? არა, ადამიანურად არ ველოდებოდი. არ არის ეს ისევ და ისევ აი ამ 2 წლის მანძილზე იმდენი წარმოუდგენელი რამე ვნახე საერთოდ, მათ შორის ახლობლებისგანაც, რომ ეხა ის ამასთან შედარებით, ის სიახლოვე ამასთან შედარებით არაფერი არ არის და ამიტომ მე არ მაქვს არც წყენა, არც ბრაზი. მე მგონი თვითონ მათთვის არის ეს პრობლემა პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩემნაირი მსახიობი დაკარგეს და აი ეს ადამიანურად ხო უნდა იცხოვრო, რა ვიცი, ამ ქალაქში. მარადიული ხო არავინ არ არის და არაფერი, აგერ გავიხედეთ, გამოვიხედეთ, კულტურის მინისტრი ყავდა, დილით ყავდა, დღისით აღარ ყავს. და რამდენი ეგეთი უკვე არ ვიცი, ვეღარც ვიმახსოვრეთ, ხო? მინისტრი, რომელიც არ ვიცი, ისტორიაში შევა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება შევიდეს კიდევაც, იმიტომ რომ არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი ანდრო ჭიჭინაძის დაკავება და არც არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი, რომ ამდენი რეპრესირებული მსახიობი და ეს მოხდა თიკა რუხაძის მინისტრობის დროს. და პირველი რაც გააკეთა დავით დოიაშვილი გაუშვა თეატრიდან. და თეატრი, რომელიც იყო, არ ვიცი, ბილეთს ვერ იშოვიდი. აი, მე მაგალითად ვერ ხვდებოდი, მინდოდა ბილეთის აღება, იმიტომ რომ მერიდება, ხო, თეატრი ამით სულდგმულობს და ამით ცოცხლობს, მით უმეტეს დოის თეატრი, რომელსაც საკმაოდ პატარა დაფინანსება ჰქონდა. და ვერ ვიღებდი ბილეთს, ვერ ვასწრებდი.
ირიბად და ან პირდაპირ ოდესმე მინიშნება გაუკეთებია ჩვენთვის თეატრში, რომ შენი სამოქალაქო პოზიცია არის პრობლემა. არა, არასდროს. ვერც მეტყოდნენ. შესაძლოა ამას მოყოლოდა შენგან პასუხი, დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ არ ყოფილა მსგავსი რამ. არა, არასოდეს. შენი კარიერა ახლა პაუზაზეა? ჩემი კარიერა ისვენებს. და ეს პაუზა გაბედნიერებს თუ გაშინებს? არა, არ მაშინებს. სულ სხვა რაღაცეები მაშინებს, ზოგჯერ. არა. მაბედნიერებს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ იცი რა, ყოფილა ესეთი მომენტები ჩვენ ცხოვრებაში, რომ აი, როგორია რომ რაღაცა დასრულდა, როგორც ყველასთან, მე არ ვარ გამონაკლისი, როგორია რომ რაღაცა სრულდება და ამ დროს არ სრულდება. ამ დროს შეიძლება სრულებით ახალი და ბევრად უფრო საინტერესო რამე გამოჩნდა შენ ცხოვრებაში, რომელსაც საერთოდ არც აილი, არც გიოცნები, არც კი ფიქრია, აზრათაც არ მოგსვლია, ამ ხელ ამბიციაც არ გაქვს, რომ ეს წარმოედგინო, მაგრამ ხდება ეგეთი რაღაცეებიც. ეკა ვინ იყო პირველი ადამიანი, ვისაც დაურეკე, როცა თეატრიდან გაგათავისუფლეს? და საერთოდ ვინ არის ასეთი ადამიანი, როცა ასეთი მომენტებში ურეკავ? იცი რა, იცოდნენ ჩემმა შვილებმა უკვე ამ კონტრაქტის თაობაზე და ჩემმა ორმა მეგობარმა, ფაქტიურად ორმა სამმა, არც არავისთვის არ მithქვავს. მათ შორის მე მქონდა ურთიერთობა აქციებზე და მარშებზე ეხლანდელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვინც არის, ანუ ვინც მოაწერა ამაზე ხელი, მის ახლო მეგობრებთან და ეს რო გაიგეს, მირეკავდნენ რომ არ ჯეროდათ, რომ ეს გააკეთა. და მე ვნებოდი რომ რატო არ გითხარი, ყოველ შაბათს რო ხვდები ადამიანს მარშზე და ვერაფრით ვერ ვეტყოდი, რა უნდა მეთქვა, რომ იცით რა, თქვენი მეგობარი ჩემ განთავისუფლებას აპირებს თეატრიდან, ხა ეგეთ რამეს ვერ ვეტყოდი. მითი, ზისგან დამცავი მხოლოდ სანაპიროზე ან აუზზე მჭირდება. რეალობა. სინამდვილეში მზის გამოსხივება აღწევს ოფისშიც, მანქანაშიც, სახლშიც და ჭრდილშიც კი. მზას ვერ დაემალები. გამოიყენე მზისგან დამცავი ყველგან და ყოველთვის. ისარგებლე 50%-მდე ფასტაკლებით მზისგან დამცავ საშუალებებზე PSP-ში. მე მინდა რომ PSP-სგან საჩუქარი გამოგიგზავნა PSP-მ და გადმოგცე ჩემმა საყვარელმა PSP-მ, რომელსაც მილიონობით მადლობას ვუხდი ხოლმე ყველა გადაცემის დროს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისინი, რასაც აკეთებენ ჩვენთვის და ჩვენი გადაცემისთვის, ჩვენი გადაცემის მხარდამჭერები არიან და ნახოთ ახლა რა არის ამ ყუთში. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცეებია. საჩემო რაღაცეებია, საშენო რაღაცეებია, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ რაღაც დეკორატიული კოსმეტიკა არ გიყვარს, მაგრამ მზისგან დამცავ საშუალებებს ვიცი რომ იყენებ. აუცილებლად ვიყენებ. კი ბატონო, მოკლედ. დავიწყე, ვუფრთხილდები თავს. ადრე არ ხმარობდი სიმართლე გითხრა და ძალიან ცუდია. საჭიროა. ეს არის ალგოლოჟის მზეზე ყოფნის შემდეგ გამოსაყენებელი დამამშვიდებელი გელი სახისა და სხეულისათვის, აი აგერ, რასაც ვხედავთ. და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამშვიდებს კანს მზისგან გაღიზიანების შემდეგ და სიწითლის შემდეგ ატენიანებს და ძალიან მსუბუქი გამაგრილებელი გელის ტექსტურაა. ასევე აქ არის მზისგან დამცავი ზეთი სახისა და სხეულისთვის და არის განსაკუთრებით კარგი, იმიტომ რომ კანს აძლევს ძალიან ესე ვთქვათ ლამაზ აბრეშუმისებრ ბზინვარებას და მძიმე ან წებოვანი შეგრძნება არ გაქვს, რაც ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე აქ არის მზისგან დამცავი გელი სახისა და სხეულისთვის, აი ეს არის მზისგან დამცავი გელი SPF 50+, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან მაღალ დაცვას, ასე ვთქვათ, მზის სხივებისგან და სხვა შორის ბრონზის ეფექტი აქვს და ანიჭებს ძალიან ბუნებრივ ბზინვარე იერს კანს. და ბოლოს მზისგან დამცავი შრატი სახისთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბუნებრივ და ჯანსაღ ბზინვარებას აძლევს კანს, არ შეიცავს გლიტერს, შრატის მსუბუქი ტექსტურაა და სწრაფად შეიწოვება და კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. მე ვიცი, მადლობა. ეს მჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ მე რომ მუშაობ
ვენახში ნამდვილად ჭირდება მზისგან დაცვა. იმიტომ ისე შეიძლება იყენებ ხომ მზისგან დამცავსად. მე სულ ვეუბნები ისე შეიძლება დავიხრუკო, რომ ვერც მივხვდე. რაც არ უნდა გამოიყენო, შრატი, არ ვიცი, საცხი, რომელიც ანტიასაკობრივია, ყველაფერი წყალში ჩაყრილია, თუ არ ვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი დაავადებისგან თავის არიდების ნომერ პირველი ყველა კვლევით შესაძლებლობა არის განსაკუთრებით კანის დაავადებებს გულისხმობს. ბავშვობაზე მინდა რომ გესაუბრო. ბედნიერი ბავშვობა ქონდა? გიყვარს შენი ბავშვობის გახსენება? კი, ძალიან. ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობის გახსენება. სად გაატარე ბავშვობა? რა არის შენი პირველი მოგონება? გავატარე ნახალოვკაში. ეხა ნაძალადები, მაშინ ნახალოვკაი ერქვა. იქ დავიბადე, გავიზარდე, იმიტომ რომ მამაჩემს იქ მისცეს ბინა კონსერვატორიის მოკლედ იქ ვაშენდა მეტროს უკან, მეტრო ოქტომბერი იყო მაშინ. მეტროს უკან კორპუსები კონსერვატორიის პედაგოგებს რამოდენიმეს მისცეს დაურიგეს ბინა და მათ შორის ჩვენც. და მამა იყო კონსერვატორიის მამა იყო პიანისტი, პროფესორი იყო, ხო, ესეთი მოუქმედი, ბოლომდე ყავდა სტუდენტები, კონცერტები, ახალგაზრდა გარდაიცვალა საკმაოდ. და დავიბადე და გავიზარდე იქ. სწავლობდი 113 სკოლაში პირველი 3 წელი. ეს სკოლა დაანგრიეს, ეხა გული მწყდება ძალიან, რომ სკოლა იყო სრულიად ლეგენდარული, რაღაცნაირი პატარა და აი ძალიან ძველი შენობა იყო, მაგრამ რაღაცა ხიბლი ჰქონდა. და ამ სკოლაში გვასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები, მათ შორის ფიზკულტურას მასწავლიდა ელენე ახვლედიანის და მაკო ახვლედიანი. აი რა. ფიზკულტურის მასწავლებელი ელენე ახვლედიანის და კი ბატონო, ქალბატონი მაკო ახვლედიანი. როგორი ქალი იყო? მე ძალიან საყვარელი იყო. მაკო აღმოაჩინა ის რომ მე მქონდა მონაცემები საბალეტო და კიდე ორი გოგო მყავდა კლასში ტანმოვარჯიშეები, მაგრამ ნუ მაკო გვიდგავდა ცეკვას და ჩვენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში ვცეკვავდით და მოკლედ ძალიან ასაკში იყო საკმაოდ. კალინინზე ცხოვრობდნენ თუ არ ვცდები, პლეხანოვზე და იქ დავდიოდით ხოლმე მე და დედაჩემი, იმიტომ რომ ძალიან მეგობრობდით რა და დავყავდი ხოლმე დედას მაგათთან სტუმრად და მოკლედ მას მერე რაც ქალბატონმა მაკომ აღმოაჩინა რომ მე არც თუ ისე ურიგო მონაცემები მაქვს მე გადავწყვიტე რომ ჩამებარებინე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ანუ 3 წელი კოკროჭინა თვალებით იქნებოდი აი წარმოვიდგინე უკვე პატარა ვიყავი კი ბატონო და ჩავაბარე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში თან პარალელურად მუსიკაზეც დავდიოდი ეს ოჯახის წნეხი სულ იყო მუსიკას ყველგან ფიგური მამა დედა კი ყველა დედაჩემის მუსიკოსია დედაჩემ მამაჩემ სტუდენტი იყო ხო და მიჯაჭვულობა ქონდა მშობლებთან იცი რა მიჯაჭვულობა მქონდა კი დედაჩემი აი ძალიან გიჟი დედა დღემდე არის ვაიმე აი ცოტა როგორ გინდა რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებს ხო შვილთა შვილებიანას და დედა და მამა გაშორდნენ 5 წლის რო ვიყავი მე და ნუ ამიტომ დედა გვსდიდა ჩვენ მე და ჩემს ძმას მაგალითად არ ეზოში გვაქვს ეს კორპუსები არა აშენებული საბავშვო ბაღის გარშემო და ნუ არის არ ვიცი დაახლოებით 100 მეტრია ეზო უნდა გაიარო და ბაღში ხარ დედაჩემ არ გვატარა არც ერთი ბაღში რატო იმიტომ რომ ვხედავდიო როგორ არც თუ ისე სასიამოვნო ნუ კარგად ეპყრობიან მასწავლებლები ბავშვებს და გიფრთხილდებოდა ხო მამასთან რა ტიპის ურთიერთობა ქონდა მე მგონი მახსოვს ერთხელ თქვი რომ რაღაცნაირად ამიჩუყდა გული რომ მამასთან არ მაქვს სურათიო არ მაქვს სურათი და ერთხელ ვიფიქრე რომ ხوار ჩავამონტაჟო ხო 21 საუკუნეში რა მოხდება რომ სადმე არ ვიცი აი რაღაც მამასთან არა მაგრამ მე მყოლია ადამიანები ვინც აღარ არის ახლა და ვისთანაც აღმოვაჩინე რომ წავიდნენ ისინი და მათი დაღუპვის შემდეგ აღმოვაჩინე რომ თურმე მათთან სურათი არ მქონია და აი მესმის კარგად აი როცა
რაღაცა უცნაური არის ეს. ხო, ძალიან. მამასთან რა ტიპის ურთიერთობა გქონდა? 5 წლის ბავშვისთვის განქორწინება იყო ტრავმული? იცი რა იყო, დედაჩემის განცდა იყო, ჩემთვის დედა იყო 36 წლის და ძალიან განიცადა ეს ამბავი, მაგრამ აი ჩემი გადასახედიდან მახსოვს, რომ ფიქრობდი, რომ ეხლა რატო ნერვიულობს ეს ბებერი ქალი ხდები? რა ტირებს, ან 36 წლის, რომელსაც ხო, ნუ ტრადიციული ბავშვური გაგება. ხო, ბავშვური გაგება და მაგრამ მამასთან მქონდა ურთიერთობა, ხა შაბათ-კვირას რაღაც, კი, სულ მქონდა ურთიერთობა. უფრო რა თქმა უნდა სურვილი უფრო მეტი იყო, მაგრამ მამა და თვითონაც დაკავებული იყო ძალიან, და სტუდენტები ყავდა, ბევრი შვილები ყავდა, 5 ვართ ჯამში, იმიტომ რომ მამას პირველი ცოლი ყავდა და დედას მე კიდე ყავდა. და კონცერტები, გასტროლები, სტუდენტები და დედმამიშვილებს როგორი ურთიერთობა კარგი, ძალიან კარგი ურთიერთობა. საერთოდ აი ბავშვობაზე როცა საუბრობენ, ყველაზე ხშირად მესმის, რომ ბავშვობა განსაზღვრავს ადამიანის მთელ ცხოვრებას. შენი აზრით ეს მართლაც ასეა? თუნდაც აი ტრავმები, ბავშვური ტრავმები განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, ან პირიქით ბედნიერი წუთები? იცი, არ ვიცი, მე ხა ფსიქოლოგთან არ ყოფილ ვარ, ანუ ჩემი დღევანდელი ცხოვრება რომ დამილაგოს ბავშვობის ხარჯზე რა, აი ქექვით იმაში რომ pretty woman-ში რომ $10,000 გადავიხად იმისათვის რომ მეთქვა რომ ისა язолна своего отца რაღაც სცენა. რა ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ხვდები? მივიღეთ იმისა, რომ ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდით, აი ძალიან, იმიტომ რომ დედა იყო მუსიკის მასწავლებელი და მამა მუსიკოსი, რომელიც არ იყო მაშინ ისეთი ხელფა და უწესიერესე, აი უწესედმეტად წესიერები, იმიტომ რომ რაღაც ხუმრობებიც კი გვაქვს ამ თემაზე ოჯახს და ბებია ჩემი კერავდა, მაგალითად მიკერავდა ტანსაცმელს, ის არასოდეს მე არ მithოვია დედა ჩემი, არ მომithოვია კი არა, არც მithოვია რომ მე რაღაცა მინდა მიყიდე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ არა აქვს ამის შესაძლებლობა და რატო უნდა მოვითხოვო რამე ამ ვთხოვო რა და ბედი ჩემი რომ ყველაფერი მიხდებოდა. ხა ეს ძალიან არათანმდაბლოდ გამომდის, მაგრამ რაღაცა ჩითის კაბას ჩავიცმევდი და ბედნიერი ვიყავი რა და ბავშვობის ფოტოებს რაც ნახვა, ყველაფერი მახსოვს. ეს დედა ჩემა წამიყვანა ვიღაც თავის კერავთან რაღაც ნაჭერი ქონდა და შევაკერინეთ. ხო. და ამიტომ ეხანდელ ბავშვებს აი სულ მინდა ხოლმე ჩემ შვილიშვილებსაც კი არა ტასოს უვეუნები რომ არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი შეუსრულო, იმიტომ რომ ბავშვმა უნდა იცოდეს რა რომ რაღაცა გაჭირვებას უნდა გამოიარო, იმიტომ არ შეიძლება რომ ყველაფერი რაღაც ლანგარზე იყოს მორთმე მივხვდით იმის რომ არაფერი ახლა ჩემ შვილიშვილებს განსაკუთრებული არ აქვს, მაგრამ ვიღაცას ისიც არ აქვს. და არ უნდა იყოს ეს რაღაც ტრაგედია ბავშვისთვის, როდესაც, ну, არ ვიცი, პირობითად სნიკერს ვერ უყიდი. და შენ როგორი დედა იყავი? ნუ შენ ამბობ, რომ დედამ მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიწყნაო, თავის შვილებს, შვილიშვილებს, შვილთა შვილებს. ზოგადად და ეს თავგანწირვა ასეთი, მეც ასეთი დედა მყავს. ასეთ თავგანწირვა სწორად მიგაჩნია, ანუ რაც აქვთ ხოლმე ჩვენს დედებს, ქართველ დედებს, ბებიებს, რა მეორე პლანზე საკუთარი თავის გადაყვანა, ყველაფერი აი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. სწორია ეს? იცი, დედა შენ თუ იყავი ასეთი? მე გეტყვი, დედა ჩემი მაგალითად არ გათხოვდა, თუმცა შეეძლო, იმიტომ რომ ყავდა თაყვანისმცემი და ძალიან ლამაზი იყო დედა ჩემი და 36 წლის იყო თქვი, მე კი მეჩვენებოდა რომ დიდმე ძალიან ახალგაზრდა და არ გათხოვდა, იმიტომ რომ შვილებს და მე შვილიშვილებს და დედა ჩემს სამსახურს დაანება თავი, მე რომ ტასო გავაჩინე, მაგრამ მაშინ უკვე აირია კიდევაც 92 წლის იანვარში გავაჩინე პირველი შვილი. ამას რომ ვამბობ ხოლმე მეთქე არ მჯერა, მაგრამ ნუ ვინც იცის ეს რა საოცარ საქართველოში მე მივაყოლე მეორე გავაჩინე 93 დეკემბერში და მაგ ინსტიტუტში როგორც გიშს ისე მიყურებდნენ და მე ყველა ამ ბავშვებს ასეირნებდა და აძინებდა სანამ მე ლექციაზე ვიყავი. ხო და ეს თავგანწირვა, იცი რა მithქვა სიმართლე გითხრა დედა ჩემი რომ ამბობს რომ მე მთელი ცხოვრება თქვენ მოგიძღვენით. აი გვეუბნები რომ დედა არ იყო საჭირო. ხო, არა, ნუ იმიტომ რომ
ჩემი შვილი მასაც ხო მეუბნება ხოლმე ჭირდებოდა. მე რომ ვეუბნები რომ მე ეს შენ გამო გავაკეთე და უცებ მეუბნებოდა რატო გააკეთე და მინდა ხოლმე გამოვკლა მაგ დროს. მეც ესე ვარ პრინციპში, მაგრამ დეჩემ ნამეტანი იყო. მე საბავშვო ბაღში ვატარე ჩემი შვილები. ბაღში ვატარებდი. თაობა იყო კიდე და იცვლება რაღაცები და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შენზე რაღაც შენს პიროვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს? სხვადასხვა აი მუსიკის თვალსაზრისით თქვი წეღან რომ აი სულ იყო ეს რაღაცა ზეწოლა შენზე, რომ აი გაყოლოდი. იცი რა, ზეწოლა იმდენადაც ხო შენს მამაჩემი ნაკლებად. მამაჩემს არ უნდოდა არც ჩემ ძმასაც რა ჩაებარებინა კონსერვატორიაში, იმიტომ რომ ზედმეტი პასუხისმგებლობაა მშობლისთვის რა, როცა შვილიც იგივე პროფესიას ირჩევს და ჩემ დედაჩემს უნდოდა ძალიან. და დავდიოდით, მეცადინეობდით, მე და ჩემი ძმა და იყო მთელი ამბავი სახში. სულ მუსიკის ხმა ისმოდა ჩვენი სახე და ვიტყვი რომ სადაც მამა სახში იყო, მამა ჩემი მეცადინეობდა, სტუდენტებს ამეცადინებდა. დედა ჩემის მოწაფეები, ჩემი ძმა მეცადინეობდა და მე კიდე მე დავემატე და და ჩემი სუიხსარეს მამა ჩემს პატარა ვიყავე მაშინ, მაგრამ გვერდზე უჯდებოდი ხოლმე და მეც ვარჩევდი მე სმენით, რასაც უკრავდნენ მამა ჩემი სტუდენტები. მაგრამ შემდეგ უკვე აი კონსერვატორიაში ჩააბარე, მანდ უკვე შენი თქვი რომ აი ხა შენი გაიტანე. კი. და ეს ის გინდოდა მსახიობობა, როდის მეხვდი ამას რომ ეს აი ბოლოსკენ უკვე რომ თავებდი სკოლას. იქონია გავლენა შენზე. ხო, ამას ხშირად ვამბობ ხოლმე ვიმეორებ, რომ ხან მინდოდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვიყავთ, ახლა ძალიან მომეწონა და ვიფიქრე გავჩიჩქრე მიწას ეგებ რამე ვიპოვო, სარგებელი მოუტანო ამ ქვეყანას. ხან მინდოდა სამედიცინოზე ჩაბა, ან იცვლებოდა ჩემი ინტერესები, ხო. არ თან ქორეოგრაფიაში სწავლობდი, ეგეც არ დაგავიწყდეს. ბალეტზე დავდიოდი, დავამთავრე სრული. მოკლედ აი სრული ის ქონდა თავში. ყველაფერს ვასწრებდი, ისევ და ისევ აი ვეუნები ხა ბავშვებს, რომ ვერ მოვასწარი, რაღაც ვერ ვასწრებ. იმდერამეს ვასწრებდი, თან დავდიოდი, არც ოპერაში სპექტაკლი არ გამომიტოვები, არანაირი გასტროლი, სრულიად უნიკალური არ ვიცი ბალერონები, ბალერინები, ვინც კი ჩამოდიოდა, ყველა ნანახი მყავს საერთოდ კიბეზე, ნუ მაშინ ეს ქონდა ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან გვიშვებდნენ ისე და შევდიოდით და ეს მაიმუნებივით ვიყავით ყველგან უყურებდით საოცარი სპექტაკლები მაქვს ნანახი და თეატრში დავდიოდი სპექტაკლებზე და თან ის რომ მე კიდე მეტროთი უნდა წავსულიყავი სახში. 12 საათზე მეტრო იკეტებოდა და ეს ქორეოგრაფიულიც როგორ იყო, იცი? ანუ 9-ზე რო იწყებოდა, 6-მდე ვერ გამოდიოდი, იმიტომ რომ იქ სკოლაც იქ გაქვს და რეპეტიცია გაქვს, გაკვეთილები გაქვს რა და კიდე მუსიკა და კიდე სოლფეჯიო და მუსლიტერატურა ძალიან რთული იყო. და იმე სოლფეჯიო იყო, მე მგონი ყველა ბავშვის ტკივილი. არა, გიჟდებოდი, კი, ძალიან მიყვარდა. თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც უყვარდა სოლფეჯიო. შეიძლება გამომდიოდა წერდი. იმიტომ რომ ხო ეთქობა. და ხო და მე რა მოხდა ეკა მსახიობი როგორ ხო და გამოვიწყდა ხო რას ყვებოდი. ხო და აი მე ბოლო კლასში გადავწყვიტე რომ თეატრალში ხარ ჩაემებარებინა თქო. იქონია გავლენა. იცი რა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე რუსთაველის თეატრში, აი როცა ბატონი გიზო ჟორდანიას კურს დამთავრებული მთელი ჯგუფი აი ეს ან რომ წავიდა რუსთაველის თეატრში და თამაშობდნენ არაჩვეულებრივ სპექტაკლებს, ანა ფრანკის დღიური, სამანიშვილის დედინა, მოკლედ ფანტასტიკური სპექტაკლები ქონდათ და რაღაც სხვა სიახლე იყო, ეს სუახალგაზრდები იყვნენ და ძალიან მომეწონა. გავგიჟდი ნიჭიერები და ლამაზები და ლაღები და სპექტაკლებიც ფანტასტიკური იყო და აი მანდ უკვე წამიცდა ფეხი. ნანო ამ გადაწყვეტილებას. არა, რა თქმა უნდა, არა, არც ერთი წამით, იმიტომ რომ თეატრალურმა კიდე სხვაგან წაიყვანა ჩემი ცხოვრება და ჩემი შვილები, უფროსი შვილები დღეს რომ მყავს, ეს არის უკვე თეატრალურიდან მოდის ეგ ამბავენ. ხო, მაგრამ ბალეტმა ძალიან ბევრი რამე მომცა, აი ძალიან. ამას ყოველთვის ვამბობ. მართალია რომ დისციპლინაც. საოცარი დისციპლინა, აი პუნქტუალობა. არ ვიცი, შეიძლება იყო ეს ჩემში ისედაც, იმიტომ რომ ძალიან
ბავშვიც ისეთი ვიყავი რა, როგორც დეჩემი ამბობს, ესეთი დამჯერი, რაღაცნაირი რა. პრობლემებს არ ვქნიდი, მაგრამ ბალეტმა უამრავი რამე მომცა. რაც გამძლეობა, დისციპლინა, ის რომ არ შეგიძლია, მაგრამ უნდა გააკეთო პოან ფეხზე რო წყულები გაქვს და პოანტი რო უნდა ამოიცვა. ისეთი რამეა რა. მაგარი რამეა. ეხლა მინდა ვისაუბრო ძალიან ესეთ ტკივნეულ თემაზე, იმიტომ რომ ჩვენი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო რამოდენიმე კვირის წინ და უნდა ჩაგვეწერა, მაგრამ მაშინ თემურის ავადმყოფობამ და შემდეგ გარდაცვალებამ ჩვენი გეგმები ჩაშალა. რა განცდა არის ეს? მე მახსოვს შენი ემოციები, შენ რომ დამირეკე და მითხარი, რომ ის იყო ძალიან ცუდად. და რაღაცნაირად თან ისე მოხდა, რომ შენს ცხოვრებაში უკვე მეორეც წავიდა, ერთ დროს ძალიან ახლობელი ადამიანი, შენი შვილის მამა და რას ნიშნავს შენთვის ეს დანაკარგი? მთელი გიჭირს ამ თემაზე საუბარი? ბოდიში. მთელი ტრაგიზმი ამისი გარდა იმისა, რომ ადამიანი წავიდა, ჩემი შვილის მამა და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი. მე ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა, მე და ჩემ უფროს შვილებს 2010-ში. რაცა ნიკო გარდაიცვალა იგივე დიაგნოზით. 39 წლის ასაკში. რა ახალგაზრდა 39 წლის იყო ნიკო. წარმოუდგენელია. და ძალიან რთულია, გარდა იმისა, რომ შენი საყვარელი ადამიანი თან ეს როცა შენ შვილებს ეხება, ეს არის საშინელება. ჩემი უფროსი შვილებისთვის ეს ორმაგი სიმძიმის იყო, იმიტომ რომ თემური ძალიან უყვარდათ, მან რაღაც მამობა გაუწია ჩემ უფროს შვილებს და თან რო იცოდნენ რა რამხელა ტკივილი უნდა გამოიაროს უფროსმა ძმამ, ანუ ნოდარმა რა. თან როგორც აღნიშნე, მანამდე ჩემი ბავშვობის მეგობარი დაუკარგეს ისეთ სიმსივნით, რომელიც მუსიკაზე გავიცანი, მუსლიტერატურაზე სწორედ 12 წლისები ვიყავით და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ. აურასაშინელება. როცა ეს შენ თვალწინ დნება და ქრება ადამიანი. თემურს რაც შეეხება, რა ვიცი, ვერ წარმოიდგენ რა, როგორია, რომ მოერევა, მაგრამ ნუ თვითონ მას ეგონა. მე როგორც ახლა ამ გადასახედიდან როგორც ხვდები, თვითონ აცნობიერებდა, რომ ვერ. და ძალიან მალე მოხდა ეს, იმდენად მალე, რომ ვერ ვხარ შავ კიდე რა. 6 თვე. ძალიან სწრაფად. ნიკომ 2 წელი იბრძოლა, ნიკოსაც ძალიან აგრესიული ფორმა ჰქონდა, უფრო ახალგაზრდა იყო და მიუხედავად ამისა, მაინც 2 წელი გაქაჩა, სულ მუშაობდა, სულ გასტროლებზე დაფრინავდა სიცხეებით, ქიმიით, იმით, ამით, მაგრამ მაინც 2 წელი და იქაც ვერ უშვებ, რა თქმა უნდა. დაართულია. თემურმა მოასწრო ბავშვებთან გამომშვიდობება, შვილებთან გამომშვიდობება. კი, შვილები ყველა მასთან ერთად იყვნენ, მეც ჩავფრინდი, ყველა იქ ვიყავით. ყველა იქ ვიყავით და ყველა თავის შვილს დაელოდა და ოჯახის გარემოცვაში, ოჯახის გარემოცვაში, კი.
და რაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა შვილების მიმართ მას და არა მხოლოდ სხვა, ანუ რაც შევატყვე, შენ სხვა შვილებთანაც ქონდა ძალიან განსაკუთრებული მამობრივი დამოკიდებულება. ტასოს პოსტი მახსენდება, Facebook პოსტი, რომელიც იყო ჩემთვის ძალიან ემოციური. ნიკო რო გარდაიცვალა, თემმა უთხრა თქვენ არ გეგონოთო, რომ უმამო ტარჩით მე ვარო აქ. ხო და თემურმა გაუწია მამობა, რა თქმა უნდა. ძალიან მე მამობაც, მეგობრებიც იყვნენ რა, იმიტომ რომ გიждდებოდნენ ესენი იმაზე და თემურსაც ძალიან უყვარდა და მეკითხებოდა ხოლმე, რომ ჯეჯი უფრო გიყვარს თუ ნოდო, ანუ თავის შვილი. და თვითონ ამბობდა ხოლმე, რომ ჯეჯი იმისათვის, რომ ჯეჯის არ ეგრძნო უფრო დაჩაგრულა თავი რა ხარ თემურის შვილი არ არის. და მე ამაზე სულ ვჩხუბობდი. ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად რა მოგონება გიბრუნდება ხოლმე? თემურთან დაკავშირებით. რა ვიცი, ბევრი რამე და ბავშვებს უყვები სულ რაღაცებს ვიხსენებთ და ყველას თავის წილი თემური ყავდა რა, ეგ არის ძალიან სასაცილო, თან რა თქმა უნდა უცნაურიც, მაგრამ ყველა თავის წილ თემურზე რო ყვებოდა აი ვითარებაში და მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ხო ხა ჩვენი შვილი არის 27-ის გახდა, ეხა 11 ივლისს და ანუ სადღაც 29 წელია ვიცნობ, თითქმის 30 წელი, 29 წელია ვიცნობ. ეხა ვიღაცას ნაკლებად, ანუ მე ვიცნობდი სრულიად სხვანაირ თემურს, რომელსაც მაშინ არც ბიზნესი არ ქონდა, არაფერი საერთოდ. იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. როგორი იყო? ან მე ვიყავი 26-ის, თემური იყო 27-ის. აი, ღმერთო ჩემო. რაღაცნაირად თან ბავშვური, თან ეს რაღაცა კაცური ისიც ქონდა, იმიტომ რეალურად აბსოლუტურად არ იყო ის ტიპი, რომელიც მე შეიძლება რომ მომწონებოდა. არანაირად. სად გაიცანით ერთმანეთი? ერთმანეთი გავიცანით, მე ვცეკვავდი, იყო ეგეთი შოუ ბალეტი, ვერნისაჟი. გაგიგია? როგორ არ გამიგია ვერნისაჟი? ვერნისაჟი ვცეკვავდი. და მანდ იყო მაყურებელი? როგორი ისტორია. როდესაც პირველად ვნახა, მე მაშინ ჯერ ნიკოს ცოლი ვიყავი, ორი შვილი მყავდა და ვიღაცებმა მითხრეს, რომ ისა რა ქვია, თემურს მოეწონა, თემურ უგულავას მოეწონა ძალიან. ვინ არის თქო, ვიკითხე, იმიტომ არ ვიცოდი, როგორ კაცო არის, მეთქი, ანუ აზე არ ვიყავი რა და აბსოლუტურად გავატარა ეს და მე ალბათ 1-2 წელიწადში გავშორდით მე და ნიკო და კიდე მოვიდა და კიდე შევხვდით და უკვე გაიგრო გაშორებული ვარ და მე როგორ ხარნერთ. შენ კონდა ეს როცა უკვე რაღაცა არ ვიცი ეს ერთი ნახოთ შეყვარება არა რა სამბო რამოდენიმე თვე ესე აქტიურად მირეკავდა მოდიოდა და მერიდეპეხეთში მოყოლა ისტორიების, იმიტომ რომ ძალიან ისეთი იყო, ისეთი აი რაღაცნაირი რა. თავბრო დამხვევი. მობილური მაჩუკა და ეს მობილური იყო, მერიდებოდა მე ამ მობილურის ამოღება, იმიტომ რომ ხელ სტარტეკი. ეხლა ამერიკულ ფილმებში რო ხედავ, ხო მოტოროლა სტარტ რო შეხსნიან და ანტენას რო წევე, ხო ეს. აი ეგ ხო? ხო, ანტენას მე არ წევდი და რო რეკავდა არ ვიღებდი, რომ ხედავდა, ну რაღაც ძალიან ფუფუნების იყო ეს არის 97 წელი. აი ნო ბანანი მაშინ უკვე შეუძლია თემურს რომ გაგანებივროს საჩუქრებით. თავისი მაჩუკა. თავისი? კი, თავისი მაჩუკა რომ აი დაერეკა რა. ხო და აი შეეძლო რაღაც უცებ დაერეკა რომ ხა ჩხარა გამოდი ჩამოდი რაღაც ძალიან ისეთი იყო რა რაღაცნაირი აი ტარაბუას რო დაგახო ეს ენერგიული და ხო და ნუ რამოდენიმე თვე რაღაც ისე დავდიოდით, მივდიოთ, მომდიოთ თავის ყვავილების გამოგზავნით რაღაც სიგიჟე ენრაოდო ყვავილი თაიგული არა, აი რაღაც. დეჩემმა დამირეკა, რაღაც
5 ყვავილები მოიტანეს და მაშინ იყო ერთადერთი მაღაზია იყო პეკინზე, ჰოლანდიური ყვავილები იყო. ახალი შემოსული რა ეს მაღაზია გაიხსნა რაღაც თითო ყვავილი რო კოლბაშია ნუ რაღაც საოცრება იყო მაშინ მით უმეტეს ახლა მიხაკებზე გაზდილი ბავშვები უცებ რაღაც საოცრება ყვავილებით და სახში რომ მივედი მაგრამ ვერ შევდიოდი ისეთი რაოდენობა იყო თავის პალმებით ქოთნებში ან ეხლა რო ყვები მახსენდება სტამბის და რუმსის ინტერიერები. ეთყობა უყვარდა მაშინაც უკვე. ხო, ეთყობა ეგ არის. ნუ ბევრი რამე მაქვს გასახსენებელი ჩემი წილი თემურისი და დარჩა რამე უთქმელი, რასაც ნანობ და საერთოდ აი არ ვიცი როგორ იხსენებ აი ეს რამე გაქვს სინანულის განცდა. სინანულის რომ რაღაც შეიძლება გეთქვა, ანუ არ ვიცი. არა, მქონდა ხოლმე ურთიერთობა და ძალიან მეგობრობდით და ვეუბნებოდი რაც სათქმელი მქონდა და თვითონაც და დაშორების შემდეგაც თქვენ დარჩეთ მეგობრები. რა თქმა უნდა, კი. თქვენ ბოლო კომუნიკაციაც გახსოვს? ბოლო კომუნიკაცია კი, როგორ არა, ეხა ავად როცა იყო, ხვდებოდი ხოლმე, ნახულობდი და გადასარევად გამოიყურებოდა ბოლომდე სულ და ძალიან მეგობრები არც ვიმჩნევდი არაფერს და ვერც შეიმჩნევდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად, ანუ ისე იყო, ჯანზე იყო ბოლომდე რა. ანუ სამწუხაროდ მოხდა სტუდენტი იყავი, როცა შვილი გაგიჯდა. ორივე, უფროსი ორი. უფროსი ორი. 19-ის თუ 20-ის გავაჩინე. 20-ის გააჩინე? შეიძლება ამასაკში კარგი დედა იყო? აი მეც ძალიან კაი დედა ვიყავ, დღემდე ლეგენდებს ყვებია ჩემი. ამას არ ვამბობ კარგი დედა შენი აზრი. აი ზუსტად ეს მიკვირს ხოლმე რა რომ მეუნებოდნენ რომ შენ რა მაგარი დედა ხარ და შენ რა იმას აკეთებ და შენ რამდენი შეგიძლია და ყოველთვის ძალიან მიკვირდა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ესე არ იყოს, ხვდები? ეს არის ძალიან ელემენტარული რა. ანუ შენ აკეთებ იმას, რაც შენ გევალება და ის რაც შენ უნდა გაუკეთო შენ შვილს. რა ვიცი, უკვირდათ რომ ძუძუს ვაჭმევდი მაგალითად, ეხლა და 92 წლის იანვარში ბავშვი რო შეგეძინება და იმას ძუძუს არ აჭმევ, ფაქტობრივად წირავ მოსაკლავად, იმიტომ რომ არაფერი არ იყო, აი არაფერი არ იყიდებოდა. და სადაც შვილების გაზრდა იმ პერიოდში ცალკე გამოწვევა იყო. როგორ და მეორედ უკვე რომ დაორსულდი ხო, კოჯედიკოზე. რატო ეს გამიზნული იყო ეს? არა, რა თქმა უნდა, რა გამიზნული. მეორე არა, ხო შეიძლება რომ მიყოლებული ბავშვები გინდოდა. არა, მეორე კურსზე გავაჩინე ტასო და მეოთხეზე ჯეჯიკო და ჯეჯიზე დედა ჩემთან ვიყავი. და დედა ჩემთან ვიყავ, ესე გვერდზე ესე კანისტრა ბენზინი გვედგა ჩემმა მამამ თვითონ მოიტანა, რომ ვიცობა და ვერ დარეკავთ და რა საკვირველია ვერ დაურეკეთ, რომ დავეწყობ შობებ და არავისთან მეზობლებთან ტელეფონი არ მუშაობდა. ჩემი ძმა გაქანდა დილის 6 საათზე ჩემ სამეზობლოში, ჩაუსხით საწვავი და მივედით კამოზე. და ბებია როგორი ხარ? და რითი განსხვავდება დედობა ბებიობისგან? აი ხა მივხვდი დედა ჩემი, რასაც მეუბნებოდა. ბებიობა განსხვავდება იმით, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებ. ანუ შენ შეგიძლია ურჩიო, უთხრა, მაგრამ ის რომ გადაწყვიტო, ამას ვერ იკადრებ უბრალოდ, იმიტომ რომ რეალურად ხვდები, რომ შენი გადასაწყვეტი არ არის. და თან ამბობენ, რომ შვილიშვილის სიყვარული ასევე ამავდროულად არის უფრო თავისუფალი, იმიტომ რომ ზუსტად პასუხისმგებლობა რა ნაკლებია. აბარა, ზუსტად მაგიტომაც. მაგრამ სიმართლე გითხრა, მიჭირს ურთიერთობა ანუ ურთიერთობა კი არ მიჭირს. ვერ ვიგებ რა თაობა საერთოდ მართლა. ხო და 6-7. ხო, აი მართლა ვერ ვხვდა. სხვა შეს ამასინა წავიკითხე და ოღონდ ეს მარტო მე კი არა, ყველას ვეკითხები, ვისაც მაგასაკის ბავშვები ყავ და გაირკვა, რომ ყველასთან ეგ პრობლემა არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას სხვათა შორის და გეოგრაფიას უნივერსალურებია და წავიკითხე და მე ცოტა დამშვიდი თქო ვერ გეტყვი, მაგრამ ნუ მივხვდი ვეთანხმები, რომ აი 2013 წლის მერე დაბადებულ ბავშვებს ჩვენ არ ვიცნობთ.
და თინა არის 2013-იანი. ანუ ჩვენ მეტნაკლებად დავუშვათ ჩვენ და ჩვენი მშობლები, კი ჩვენს განსხვავდებოდით, მაგრამ რაღაცა საერთო ქონდა და უგებდით ერთმანეთს, ხო? ერთ ენაზე საუბრობდით და ხალხი რომ მეკითხება, რომ ჩემი შვილიშვილი ბანახე თინას ფოტო და არა, ყველა ფოტოში არის როგორ გავბედავ? აი ეს. ეგ იგივე პრობლემა. ანუ თუ არ ვიცი თუ დაგამშვიდებს, მე უბრალოდ არ მაქვს უფლება ჩემი შვილის ფოტოები გადავიღო, დავდებაზე. არა, დადებაზე. რასა დადებაზე არც არის ლაპარაკი, მაგდეს. უბრალოდ გადაღება. აი, უბრალოდ რომ გადავიღო და მეუბნები რომ თინა აი როგორც მე მამაჩემთან არა მაქვს ფოტო და გაიზდები და შენს ინანებ რომ ოჯახთან ერთად ფოტოში არ ჩახარ, იმიტომ თუ დაუშვათ ჩავიყენეთ, იზულებით, მაინც ახერხებს აი წკავ რაღაც მომენტში რომ გაქრეს ფოტოდან. ნაწილობრივ მათიც მესმის, ახლა წარმოვიდგინე გაჩენის დღიდან სულ ვიღაცა რაღაცას უხერხე. აი სულ უხერხე. ხო. ეხლა წარმოიდგინე რომ ახლა შენს რაღაცა 24 საათი ვიღაცა გიღებდეს ფოტოს. მართალი ხარ, ჩვენ არ გვმოგვიწია ეგ. არა, რასამ ფოტო ატელიეში მივდიოდი, ისა ულიცა აქ წაბრსკაია, მოსიდისა ძები თუ რაღაცა და ფოტო გადაგვეყო. შეიძლება ჩვენ იმიტომ არ გვესმის, რომ ხო და აი სულ შემაწუხება ყოველ ვემი რა საყვარლად ჭამან, რა საყვარლად ჭუმპალაო, ხანბებია, ხანდედა. სულ და ნუ დაიღალნენ ალბათ ბავშვები. შენი ერთი როლი, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობ როგორც პროფესიონალი რომელია? იცი ძალიან მიყვარს ჩემი როლები და კარგ სპექტაკლებში, კარგ რეჟისორებთან მუშაობია. კი, ნამდვილად გამიმართა. ხა მარჯანიშვილის თეატრში დათო მიმიყვანა დოიაშვილმა. მაშინ აპირებდა რომ დაედგა ალუბლის ბაღი. მაგრამ მოკლედ იმ წელს არ დადგა, მაგრამ მე დავრჩი მარჯანიშვილის თეატრში, უკვე ამიყვანა შტატში და შემდეგ დადგა უკვე სამი და მერე დადგა სალომეა. მე წავიდა უკვე თეატრიდან ფაქტობრივად, მე ჭოლა მოვიდა. ხო და არა, კარგ რეჟისორებთან მიმუშავია. და გაქვს რომელიმე როლი განსაკუთრებით ყველა მიყვარს. და შენთვის რა არის კარგი მსახიობი? აი ნიჭის გარდა კიდევ რამე არის აუცილებელი? იცი რა, სიყვარული რაღაც თავგანწირვა, შრომა, რა თქმა უნდა. დისციპლინაც. არასოდეს მე უარი არ მithქოს არანაირ როლზე, ან არც რეჟისორზე სხვათა შორის. მიმუშავია როგორც კარგ რეჟისორებთან ისე ნაკლებად. რა არის ის, რაც ადამიანს აძლევს უნარს რომ გარდაისახოს? ემოციები მხოლოდ თუ აზროვნე? ვერ იცი რატო? სცენა არის აი მართლა რაღაცა ჯადოსნური ამბავია რა, აი magic ხდება იქ, იმიტომ რომ აი ხო გაგიგია მაგალითად თუ თქვათ რომ ვიღაცა მსახიობს, რომელსაც ვიღაც ახლობელი გარდაიცვა, მაგრამ წავიდა და ითამაშა სპექტაკლი. და ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ როგორ ითამაშა რა. სცენაზე რომ გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება რა და აბსოლუტურად ხარ მოცული აი იმ სამყაროთი, იმ ატმოსფეროთი სადაც ხარ რა, მე ძალიან მიყვარს სცენა, გიჟდების სცენაზე, ჯერ კიდე ბალეტიდან მოყოლებული, ერთადერთი არ მიყვარდა, როცა უკრავდი კონცერტებზე, ძალიან ნერვიულობდი ხოლმე, თორე დანარჩენი თეატრშიც ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სხვა ღელვაა. კარგი რეჟისორი, ცუდი რეჟისორისგან რითი განსხვავდება? და ალბათ ქონია, ეხლა არ მეკითხი, რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა, არ გეტყვი, მაგრამ აი გიფიქრია რომ აუ როგორი განსხვავება ქონია ეგეთი. როგორ არა და ყოფილა რომ რეპეტიცია არის ტანჯვა. და რატო? რას შვება აი არ ვიცი, თვითონაც იტანჯება და არ იცის თვითონ რა უნდა? კი, რა პირველ რიგში რომ დავუშვათ პიესას იღებს, უნდა იცოდეს რომ მოდის რა უნდა, რისი თქმა უნდა, არტისტსაც უნდა გააგებინოს, ხო, ეს რომ მე ხო უნდა ვიცოდე შენ რა გინდა. ხო, უბრალოდ გამოვიდე სცენაზე და დავდგე და ტექსტი თქვა და ხო, აი ეგ ძალიან რთულია. ალბათ საშინელება. საშინელება, აი მართლა ეს რეპეტიციაზე უნდა გიხაროდეს წასვლა. როგორც წესი, აი ესეთი სპექტაკლები, რაც მე ძალიან დასანანია, რატო იცი, შენ დროს ხარჯავ რეპეტიციაზე დადიხარ.
შეიძლება თვეობით მოგიწიოს და ითამაშებ და მე თვითონ სპექტაკლსაც შეიძლება მაყურებელი არ ყავდეს. ჩანს შედეგშიც აუცილებლად. რა თქმა უნდა. და მძიმე, აი მძიმე რეჟისორებთან რაღაცა ეხლა ნაკლებად არის ახალი თაობის რეჟისორები, რაღაც ადრე გამიგია, რომ რამ კაცრია, სტურუაზე ამბობდნენ ხოლმე ამას. ხო, არ ვიცი, არ მიმუშავია არასდროს და არ ვიცი. მე ვისთანაც მიმუშავია ჯერჯერობით გიზა ჟორდანიას სტუდენტი ვიყავი და ეს იყო აი ფეერვერკი. და როგორი იყო? უიმე საოცრება იყო. აი გიზოს სტუდენტებისთვის გიზო რაღაც ისეთ სიმაღლეზე იყო და ისეთი სიამოვნება იყო მასთან ერთად ყოველი გატარებული წუთი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ძალიან ნიჭიერი იყო. საოცარი იუმორით და ამას თვითონაც განასახიერებდა, რაღაც ისტორიებს გიყვებოდა თავის ბავშვობიდან, თავის რაღაც გამოცდილებიდან, ან თუნდაც თეატრის, ოპერაშიც მუშაობდა და ეს ყველაფერი იმდენად მომხიბლელი იყო და ისეთი მხიარულება და ჟრიამული ქონდა ხოლმე რეპეტიციებზე, რომ ალბათ ცოტა გათამამებულებიც ვართ გიზოს სტუდენტები მაგ მხრივ რა. მე ასევე ხა დათო დოიაშვილი დათოს ძალიან კარგი იუმორით არის. ვისგან ისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის შესახებ? ეს იყო გიზო ჟორდანია? რა თქმა უნდა, პედაგოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე რეჟისორები, საკუთარი გამოცდილება, მე სპექტაკლის როგორი რამე შეიძლება 2 წელი, 3 წელი ითამაშო და უცებ მე-4 წელს რაღაცა ისეთი აღმოაჩინო შენ თავშიც გმირში და აი რა არ მოგეწონა? არა, პირიქით და პირიქით მიფიქრია რომ ვაიმე ღმერთო ეს რატო ვერ დავინახე აი მანამდე და რატო არ გავაკეთე და რატო არ ან დანაკლისი თუ პირიქით? არა, პირიქით აი რაღაც ახალს აღმოაჩენ და კიდე უფრო რაღაც მრავალფეროვანს ხრი შენ გმირის სახეს და როლს. გავიგე. ბებია რო გახდეს სარკეში ხომ არ შეიცვალა ანარეკლი მიდგომა საკუთარი თავის მიმართ. ახლა არაფერი არ შეიცვლებოდა თავისთავად ცხადია, მაგრამ აი ეს თვითონ ეს სტატუსი ბებიობა რაღაცნაირად ზოგ ქალს არ ვიცი აშინებს ხო რომ აი მე უკვე ბებია ვარ და ის ცოტა სხვანაირი ხო არ ვარ. კონდა ეგ მომენტი. რომც არ გამختارიყავი ბებია, მაინც სხვანაირი გავხდებოდი. ხო, მაგრამ აი ბებია. არა, პირიქით. ეხლა მე 2013-ში ვიყავ, 53 წლის გავხდი ბებია და რატო უნდა შემშინებოდა? პირიქით. ანუ არა, რა მოვიგონე 40-ის. ანუ ჩემი ასაკში იყავი ბებია. 2013-ში 51-ის. ქალს ასაკის მიღება თავად უჭირს თუ საზოგადოება არ აძლევს ასე ვთქვათ დაბერების უფლებას. მე სულ მახსოვს რომ ლიკა ქავჟარაძე რომ გარდაიცვალა, სულდებდნენ ლიკას აი ძალიან ახალგაზრდობის ფოტოებს, აი როცა აი უმშვენიერესია და ასეთია და რაღაცნაირად მე მივხვდი რომ ლიკა ჩემი აზრით ყველა დროში იყო ულამაზესი, მაგრამ მაინც დებდნენ ფოტოებს და აი თითქოს უარყოფდა საზოგადოება რომ ადამიანები, ქალები, ლამაზი ქალებიც ბერდებიან. ჩემთვის ძალიან ლამაზად დაბერდა ლიკა ქავჟარაძე. ლამაზად შეეპარა ასაკი, მაგრამ აი ეს სულ მახსოვს ეგ ისტორია, რომ მაინც აი არ გაგუფლება რომ დაბერდე თითქოს. გიგრძნია შენ თავზე? არა, არ მიგრძნია, იცი რა, მე თვითონ აი ეს ადრეც გამიგია რა კი ამბობე რომ აი გული არ ბერდება. რეალურად მართლა ესეა რა. აი მაგალითად ბავშვობაში ნაწნავით დავდიოდი და ეხლა ძმას რომ ვიცნი მე ჩემ თავს სანამ სარკეში ჩავიხედავ იმ პატარა ეკას ხვდები აი ესე დავიწერით მა და გავიქეცი და სარკეში ვიხედები ხვდები რომ მაგრამ ეს ბებიობის ბრალი არ არის ძალიან ლამაზი ხარ და ფანტასტიკურად გამოიყურები მინდა გითხრა არც ხმას არ ვიღებავ და ჭაღარა რაც მაქვს ამას ვერ გაიქცევა ვერავინ და არ მინდა რომ რაღაც ბუნების წინააღმდეგ წავიდე და ეხა ინსტაგრამზე მიხტება ხოლმე რაღაც პლასტიკური ოპერაციები, აი მანამდე და მერე და ისეთი საშიშია ეს ყველაფერი, რაღაც ძალიან ნაოჭებიანი
ხანდაზმული ქალი რომ მიდის გასაკეთებლად და უწევს სახეზე რომ ოპერაციის მერე ემსგავსება რაღაც 25 წლის გოგოს ეს არის კატასტროფა მე თუ მკითხავ. ანუ სხეულს რას უზავ, ამას რას უშვები, არაორგანული. სახსრებს რას უშვები, რო გტკივა უკვე, წელი რო გტკივა და საშინელება. და ხმა დავაკვირდი რომ არიან ჰოლივუდის რაღაც მსახიობები აბსოლუტურად ესეთი გადაჭიმული სახებით, მაგრამ აი ხმა აქვთ ხანდაზმული ქალის და ეს რაღაც ასინქრონი ვერ დააბალანსე, ვერ ამას არ ვიცი, ვერ შეეწინააღმდეგები რა, ეს არის, ესე უნდა იყოს. მე თან არ ვარ ქალი, რომელიც უვლის თავის თავს. ხო, და ეგ მეტესოს აი რა. მე რო შევიღებო თმა ახლა, პირობითად თმა. აი მუდმივად მექნება შეუღებავი ვიქნები, ხვდები, ძირები რო და მირჩევნია რომ ეს ვერასოდეს მე ორ კვირაში ერთხელ ვერ დავდგები და ვერ დავიწყებ ძირების შეღებას, ხელებზე შევხედე. ანუ გამორიცხულია. არა ჩვეულებრივად გამოიყურებ და რა არის, რაზეც უარს არ ამბობ, ანუ გავიგე რომ თმას არ იღებავ, მაგრამ ან მაკიაჟსაც არ იკეთებ ხოლმე, არასოდეს. იმიტომ ხარ ესეთი მშვენიერი და ბუნებრივი და ლამაზი. რა ხდება კახეთში მოყევი? აი ხლა გუშ ჩამოვედი. სულ კახეთში მიგიჩქარია. სულ, აი ხ როგორ შეიძლება ამ ქალაქში საერთოდ როგორ შეიძლება ცხოვრება? მართლა აუტანელი, სანამ შენამდე მოვედი, რამდენი ხანს მოვუნდი. არ ვერც მანქანით ვერივლი, ვერც ველოსიპედი, ვერანაირი ტრანსპორტით ვერივლი, ორი ფეხითაც საკუთარი და ვერ მარტო გაივლის. ხარ ახლა კახეთში? ბავშვი მყავდა, ერთი პატარა. ბოლო ორი წელი აქ ვარ ზამთარში ქუჩაში, მაგრამ საერთოდ იქ ვარ. კახეთი რუსთაველი, კახეთი რუსთაველი. აი და მოყევი როდის გადასახლდი კახეთში და როდის მიიღე ეს გადაწყვეტილება? იქ სახლი შენ არ ქონია, ხო? არასოდეს არსად არანაირი სახლი არ მქონია, წვეთი, სისხლი, კახური არ ჩქებს ჩემში, მაგრამ ეხა უკვე ფაქტიურად გაკახელდი. გიშდები კახეთს. კახეთი არის ჩემი სისუსტე. ამ მეგრელი ქალის. მოყევი რა ხდება კახეთში? და მე ხა არის ძალიან საინტერესო რა, სულ ესეა. აი გაზაფხულიდან რო იწყება, სანამ რთველი არ დასრულდება და მერე კიდე სანამ ეს ღვინო არ დადუღდება, სულ რაღაცა ხდება. მოიცა ამ ამბებშიც ხარ ჩართული? ღვინო, რთველი, ვენახი. გიგავიგე, ხა შე რაღაცა ისე მიყურებ მე. მოყევი ზედაპირულად. მე მგონი იქ უნდა ჩაგვეწერა ინტერვიუ კახეთში. ეს მგონი, თუ ჩამოხვიდე ჩემთან, რომ ნახო საერთოდ რა ხდება ჩემს თავს და ჩემს გარშემო. და ეს როგორ ისწავლე ეს ყველაფერი? თუ გინდა ისწავლე. და როდის მიიღე ეს გადაწყვეტილება გადასვლის? სახლი რო გავაშენე მე უკვე. უკვე ბავშვები გაიზარდნენ და იქ ბევრად უფრო კარგად ვარ ვიდრე თბილისში. ხილიც არის? ბოსტანი? კი, ახლა გუშინ დავკრეფე. პომიდორი ჩენი გაკეკა? ფოტოები განახო? არა. და ეხლა მაქვს ახალი გატაცება. ბოსტანი მაქვს. ვენახი მაქვს, ღვინოს წურავ, კონსერვებს ვაკეთებ, საწებელად ყემალი, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ რა. ანუ ეს არის, ეხა შენ რას ყვები იცი? ეხა შენ ყვები ვიკას ოცნებას. ერთი წამი არ მინდა წარმოვიდგინო, რომ რაღაცა პერიოდში, ეხა უბრალოდ ფიზიკურად არ შემიძლია, ხა როგორ უნდა გადავიდე ან კახეთში, ან სამეგრელოში, ან იმერეთში და ან გურიაში, რომ ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, თავისი ბოსტნით და ყველაფრით. შენ ჯერ პატარა ხარ და შენ შულების პატარები არიან, და რომ გაიზრდებიან მე. რას აკეთებ მითხარი კიდე? აი მე ძალიან ბევრი საქონელი ხო არა, საქონელი ჩემს მეზობლებს ყავთ და იმისათვის რომ გაიგო მე რას ვაკეთებ და ჩამოხვიდე და კითხო ჩემს მეზობლებს. მართლა? კი, იმათ მეიციან მე რას ვაკეთებ. აუცილებლად. მე ხა თავის ქებას ხო ვერ გავიწყებ, მაგრამ არა, მოხები, ვითომ შენ თავზე არ უყევი, რას აკეთებ ეს? მართლა მერიდება, მაგრამ აი ხა ბოლო იმას მოგიყვები, ვარ სრულიად აღფრთოვანებული. ძალიან მიყვარს სამუშაო ინსტრუმენტები. ანუ მაღაზიაში რო შევდივარ რაღაც ბურღი, ხერხი, ნუ მაქვს ყველანაირი ინვენტარი, არ ვიცი, პერფერატორი, ნუ რა გინდა სულო და გულო.
მათ შორის ბაღისთვისაც ბალახის საჭრელი, ზევით, ქვევის. ხო და ეს სახლი რო ვიყიდე, ეზოში დამხვდა უზარმაზარი საოცარი მსხლის ხე. ოღონდ იმდენად დიდია, ვერ ვკრებდით რა, აი რაც სვივა, აი ამ ხელა ყვითელი, უგემრიელესი, გასაოცარი. ეხა 1-2 კვირის წინ რაღაცას ვეძებდი და მოკეთ აღმოვაჩინე საკრეფი. აბი უმარტივესი კონსტრუქცია, არის ესეთი ჯოხი, რომელიც გრძელდება 4 მეტრამდე იზრდება. აი რა. და ბოლოს აქ პატარა ტომარა და მანამდეც კი მიხტებოდა, მაგრამ რაღაც არ მივიღე სერიოზულად. მე მსხალი დავკრიფე ხალხო და სახურავზეც კი ვიყავი ასული, იმიტომ რომ ზევით ასხია საოცრება და რა უქენი მე მაქვს ხალხს არ გააკეთე მურაბები. გაჭმევე ხა. ანუ მალე უნდა იქიდან რომ დავასრულოთ. ჩამოვდივარ, ვარ დისტრიბუციის მანქანად, რომ ჩამომაკ დაფასოებული დედა ჩემისთვის და შვილებისთვის, ასე 4 წილად და მაგრამ ბოსტანი, იცი რა არის, ცოტა რთულია. გაბავს, არა, რთულია იმ ხრივ, რომ აი ხა მე ჩამოვედი თბილისში და ვფიქრობ, აი ხა პამიდორი იქ რო დამწიფდება, ანუ იქ უნდა იყო რა, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ხო უნდა გამოიყენო. ჩემი და ყაბაყების ურთიერთობა უნდა ნახო, შემთხვევით პირველ წელს რო დავთესეთ. როგორ ამოდის იცი, აი საღამოს დახედავ და ყვავილია და პატარაზე უკვე ამ ყვავილიდან პატარა ყაბაყი ჩას და დილით უცებ ხდება გოლიათი და ოღონდ ეს ხდება ყოველ დილას და რაღაც მომენტში მივხვდი უკვე ვერსად ვეღარ მიმაქ, ვარიგებ, უნდა ჭამო, რა და ვერაფერს ვერ უშვებ. და ალბათ ძალიან მაგარი შეგრძნება გქონდა პირველად როცა რაღაცა დათესე და ის ამოვიდა და არა და მე რა დააგემოვნე შენ. ანუ სალატს აკეთებ, გადიხარ კიტრი, პამიდორი, რეჰანი ნიორი ჩემი მაქვს, ხახო ჩემი მაქვს, ყველაფერი ჩემი მაქვს. ეხა მე რასაც ლაპარაკობ. ახმეტის ბაზარში მაგალითად რომ მივდივარ, ეხა ვიყავი და ანუ მივდივარ, იმიტომ რომ მიყვარს იქაურობა. თორე დავდივარ და ხვდები რომ არაფრის ყიდვა არ მჭირდება რა, ეს საჭიროება. მე ბაზარზე ვგიშტები, გურჯაანის ბაზარი მიყვარს, აი კახური ბაზრები ცალკე. ჩამოდი წაგიყვან მე შენ იქ. ძალიან დიდი მადლობა, ასეთი გულწრფელი რო იყავი, მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ეკა ნიჟარაძეს ვუსმენდით, მადლობა რომ გვისმენდით თქვენ. მე გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.